სირიის მთავრობამ რელიგიური უმცირესობების დრუზებით დასახლებული რეგიონიდან ჯარების გაყვანის შესახებ გამოაცხადა. გასულ დღეებში ისრაელის მოსაზღვრე რეგიონში ჯარების შეყვანა ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის გამწვავების მიზეზი გახდა. შედეგად ისრაელმა სირიის სამთავრობო შენობები დაბომბა. გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია მთავარ არხში და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა. განცხადება წუხელ ტელევიზიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში წერია, რომ პროკურატურამ არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება მოითხოვა. პროკურატურა განმარტავს, რომ გამოძიება ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. თბილისის ცენტრში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იარაღის გამოყენებით დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქე მაჩაბლის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ავტომობილში მსხდომ ორ პირს თავს დაესხა. გასროლის შედეგად კი ერთ-ერთი მათგანი დაჭრა. თავდამსხმელმა ავტომობილი და თანხაც გაიტაცა. მომხდარზე ორი პირი დააკავეს. ისლანდიაში ქალაქ გრინდავიკის მახლობლად ვულკანი ამოიფრქვა. პოლიციის განცხადებით ახლო მდებარე დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.